მოდი ვნახოთ, რას ფიქრობს ახალი ნაცნობი თქვენზე. იფიქრეთ საკუთარ თავზე, კონცენტრირდით თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებაზე და ვნახოთ, რას ფიქრობს თქვენზე. რას ფიქრობს თქვენზე ახალი ნაცნობი, შემოძვირფასებო, მხოლოდ მათთვის, ვისაც ყავს ახალი ნაცნობი, რას ფიქრობს თქვენზე, რას ფიქრობს თქვენზე. კი, ნამდვილად არის აქ ახალი ნაცნობი, შემოძვირფასებო, და მინდა გითხრათ, რომ ცოტა დაბნეულია, ცოტა გაურკვევლობაშია, შესაძლებელია პიროვნებას ძალიან აინტერესებთ, შესაძლოა ოცნებობს თქვენზე, მაგრამ არ იცის, რამდენად მიიღებთ თქვენ მის წინადადებას, მის შეთავაზებას, ცოტა ბუნდოვანი შეხედულება და ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს, ბოლომდე კარგად ვერ შეგიცნოთ, შემოძვირფასებო, მინდა გითხრათ. მაგრამ მინდა ისიც იცოდეთ, რომ თქვენზე ძალიან ბევრს ფიქრობს, შესაძლოა სოციალურ ქსელში გათვალიერებთ. პენტაკლის მეფე ამოვიდა, ჩემო-კარგებო, პენტაკლის მეფე. მაგრამ აქ მოდი ერთს მაინტერესებს. შესაძლებელია ამ პიროვნებასთან არ გაქვთ ისეთი ურთიერთობა ამ მომენტში, ახლო ურთიერთობა, ხო? იმიტომ რომ მცხრიანი დაკიდებული კაცი ამოვიდა აქ 4-იან თასთან დასაზუსტებლად. შესაძლებელია ამ მომენტში არ გაქვთ ისეთი ურთიერთობა, უბრალოდ ნაცნობობა, ახალი ნაცნობია, მას თქვენზე ცოტა ბუნდოვანი შეხედულება აქვს, მაგრამ ძალიან საინტერესო ხართ მისთვის და ოცნებობს და ფიქრობს თქვენზე. ერთი ფაქტორი ის არის, რომ თვითონ, აი თქვენც ამოხვედით, როგორც წყვილს ისე გხედავთ, ჩემო-კარგებო, როგორც წყვილს ისე გხედავთ და კი, უნდა თქვენთან, თქვენს წინაშე რომ წარსდგეს რაღაც შემოგთავაზოთ, თქვენ მის თვალში როგორც გამარჯვებული პიროვნება, ხო, ისე მოვიდეს. არ არის გამორიცხული რაიმე შემოგთავაზოთ, მნიშვნელოვანი ერთი ფაქტორია ის, რომ არ იცის თქვენ როგორ მიიღებთ ამ მის წინადადებას, მის შეთავაზებას, ცოტა მოწყენილი ეჩვენებით, ცოტა მოწყენილი და დარდიანი ეჩვენებით, მაგრამ ფიქრით ფიქრობს და აინტერესებს თქვენი პიროვნება. აი ეს იყო შემოძვირფასებო, მოკლე ექსპრეს გაშლა ახალ ნაცნობზე. ძალიან მაინტერესებს, ვისთან როგორ რეზონირდა, გამომეხმაურეთ და ამიტოვეთ კომენტარი. მადლობა და ნახვამდის.